მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო გამომწერებო. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, სასიხარულო დღეა. ვიმყოფებით რუმინეთში, კერძოდ ბუქარესტში და გვაქვს შესაძლებლობა ერთად მოვილოცოთ წმინდა ანთიმოზ ივერიელის მიერ დაარსებული მონასტერი. ცოტა თუ იცის წმინდა ანთიმოზ ივერიელის ნამდვილი სახელი და გვარი. მას ერისკაცობაში ანდრია ერქვა. გვარად კი იყო ხურციძე. იგი 1650 წელს მესხეთში, სოფელ უდეში დაიბადა. 16 წლის იყო, როდესაც თურქებმა გაიტაცეს და სტამბოლში მონათა ბაზარზე გაყიდეს. ღვთის ნებით იქ იგი იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა გამოისყიდა. ბერა დააკვეცა და მღვდლად აკურთხა. რამდენიმე წლის შემდეგ ანთიმოზი ვლახეთში გადაიყვანეს, სადაც დაიწყო მისი გამორჩეული მოღვაწეობა. მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა რუმინული ეროვნული ცნობიერებისა და ენის ფორმირებაში. 1690 წელს ბუქარესტში დააარსა სტამბა, სადაც პირველად დაიბეჭდა წიგნები რუმინულ ენაზე. 1694 წელს სნაგოვის მონასტერში გახსნა მესტამბეობა და სტამბის სკოლა. 1701 წელს ანთიმოზმა აწყო პირველი არაბულენოვანი მართლმადიდებლური სტამბაც. 1708 წელს იგი უნგრო ვლახეთის მიტროპოლიტად აკურთხეს. 26 წლის განმავლობაში ანთიმოზმა გამოსცა 68 წიგნი, მათ შორის საკუთარი თხზულებები, თარგმანები, ლექსები და განმარტებები. იგი ასევე იყო აღიარებული ხუროთმოძღვარი, მხატვარი, კალიგრაფი და ქვისმჭრელი. მისი ხელით შესრულებული შემოქმედება დღემდე არსებობს რუმინეთის ეკლესიებში. ანთიმოზ ივერიელი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ოსმალეთის ბატონობასა და ფანარიოტების გავლენას ვლახეთში. ეს გახდა მისი დევნის მიზეზი. 1716 წელს პროთურქულმა მთავრობამ ის სასულიერო წოდებიდან განკვეთა და სინას მთაზე გადაასახლა. გზაში ბულგარეთის ტერიტორიაზე თურქმა ჯარისკაცებმა იგი წამებით მოკლეს. 1992 წელს რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმიდანად შერაცხა. მისი ხსენების დღე რუმინეთში 27 სექტემბერს აღინიშნება, საქართველოში კი 13 ივნისს. Soprisani mi